ბავშვები არ მინახავს, იმიტომ რომ კაცებულები ვიყავით ხანის და ყავის დროა. ხარი სასწრაფო ყავის. დაგიბრუნდით ხალხო. ბატონო, მოიცადე. მარია, მაგითიდან ჩადი არ გადავარდე უცებ. რატო ხარ მაგიდაზე ასული? ადრიჯანი უნდა შეცვა. იმიტომ რომ ნაკეთი მქონდა, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე და უკვე შევატყე, რომ თითქმის ლპობის-საკენ ვიბრძანდება. ამიტომ შევწვათ თან სასწრაფოდ, სანამ გაფუჭებულა. რაღაცები ავაჭერი, რაც იყო უკვე გაფუჭებული, მაგრამ ვერ მოვიცალებ ადრიჯნისთვის, ხამას ლოლი არ მინდა, კი იცით თქვენ. ხო და აქედან გამომდინარე, ეს არის რა ქვია. ვერ მოვაბი მოკლედ თავბოლო, რომ იმას მექნა რა. შემეწვა, მე რა ხმაური შემოდის და აღარ შემიძლია. დაიწყო ზაფხული და ჩემი ტანჯვა დაიწყო ეჭვი მაქვს სიმხრივ, რომ გარეთ მანქანებით განან ჩართული მუსიკები და ნუ კიდე აქ ვიდეოში დამებლოკება მერე და იძულებული ვარ ვეღარ გადავიღო ხოლმე ვიდეოს, სანამ ეხა ისინი არ მორჩებიან იქ ტრალივალის. ცოტა დამღლელია ეგ ამბავი თქვერა სიტყვით. ისე უაზროდ დაიწყო ჩემი დილა, გეუბნებით ფაქტობრივად მათ ზინავს. აი არ ვიცი. მოდი ბიჭედი უნდა მოვიხსნემ, თორე ცოტა არ იყოს შემაწუხა. ასე. აუს რატო იყიდებს ესე იყოს? მოიცად გოგოშკება ერთი წუთით. ასე. შევწვათ. ჩემ ქმარს როგორც გითხარით, ადრეც არ უყვარს ეს რა ქვია. ჯადაბახი აჯაფსანდალი. მე კიდევ ვაფრენ. არ უყვარს ქლად დაჭრილი ასევე. უყვარს თხლად შემწვარი. ცოტა არ იყოს მაგ მხრივ ცოტა რთული მოსავლელი ადამიანია. თითქოს ხო ყველაფერს მიირთმევს. აი რო კითხო, ყველაფერს მივირთმევ, ჭაც ეს არ მიირთმევს, არ უყვარს. ნუ თუ გამოვალი მდგომარეობა კაი მიირთმევს. აჯაფსანდალი მაგას არ უყვარს. ტელეფონი როგორ გინდა, მე მიკავია აგერ. ღომს ეგ არ მიირთმევს. ამ დროს ყველაფერს ჭამა მეუქნება. ვერანაირად ჭამს. მითხარით ერთი. ერთი პირი კი ვიფიქრე ხარ თუ გავაკეთო თქო, მაგრამ მე გამახსენდა, რომ ქათმისთვის უნდა გადავიდე იქით და მივხვდი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ქათმისთვის გადავიდე. კაკაო და ხვალ ვიყიდოთ რა, დღეს ახლა ვერსად ვერ გავალ, შენ თავს ვიცავარ. ნამდვილად ვერ გავალ. როგორ აშავებს ეს ხელებს და რატო არ გავიკეთე ხელთათმანი? არა, ეხლა კი არა მაგაშავებული, მაგრამ აი მე შილაკი ვერა და ვერ მოვიხსენი და მიშველეთ. ხალხო ადგილი არსად არ არის. ნახალოვკაში ხა სხვაგან ვერ ვივლი მართლა. მით უფრო მოხსნაზე. გაკეთებით არ ვიკეთებ ახლა. ცოტა მოგვიანებით ვაპირებ გაკეთებას, ჯერ არა. თვის ბოლოსკენ ესე დაახლოებით გავიკეთებ აუცილებლად. იმედე და რა ცოტა ბადრიჯანი იყო და რამდენი გამოვიდა. მაგრამ ეს როჟე იწვება ყოით და აღარ პერჩება მე. საერთოდ. ამას მიირთმევენ მამა და ჩემი მეუღლე. თქმა უნდა, ჩემთვის არ არის ხა ეს ბადრიჯანი, ამის ჭამას არ ვაპირებ. კვირას ისედაც დარღო რომ მომიწევს დიდი ალბათობით. ყველა ვარიანტში მომიწევს. თანაუცილებლად.
ასე დღეს ესე იგი ძალიან ბევრი ხალხი ირევა ჩემს ირგვლივ, იმიტომ რომ უბრალესობა ძალზე დასვენების იმაზეა გადასული, რა ქვია, რეჟიმზე და ყველას უხარია ეგ ამბავი ჩემი არ იყოს. ჭურჭელი დასარეცხი მომიგროვდა დღეს ოღონდ გაფიცებს სადვაგროვებ ჯერ ახლა გათენდა ვერ არ გათენდა დიდი ხანია გათენდა მაგრამ მაინც უნდა ავაწყო ჩემი ის რა ქვია მაგას ეს მაგრამ ვფიქრობ ესენი ხوارში გავწმინდო ხოლმე და შევინახო და მე არ დავაყენო ხოლმე, მაგრამ აიგეც მეზარება, ანუ პირდაპირ არის ხოლმე, ხო? აწყობილი ჩემთვის კომფორტულია, რა, ეგრევე გამოვატარებ ხოლმე. ვიკითხე კაცო, მეთქი თქვენთასაც აქვს ასეთი ხმად, ხო? ჩემ ახლობელს ვიკითხე, ვისაც აქვს და აღმოჩნდა რომ დიახ, ყველა ასე ხრიხინებს და ჩემი არ ყოფილა ეს გამონაკლისი. ეს პური დამჩა და მე ალბათ მივირთმევ და მოდი ახლა შევინახოთ. ცოტა ყიყლიყოც ხო არ შემეწვა ქოვიდა. აი მე დედამთხოვნის პურებს მეზიდება ეს ჩემი ქმარი. მეუბნები რა ადგინდა შვილო ამდენი გამაკეპინე. არ ვიცი, აგერ გახმა არ და როგორ მიყვარს. გახმა რაც უნდა აგერ პური კიდევ ამას შეხედეთ რამდენი ნეტა იცოდეთ რამდენი ცოტა სერი პურია და დიდად იმაში რა ქვია ყიყლიყოში არ მოიწონს მე და რა გვინდათ არ მოიწონებათ ამიტომ უბრალოდ არ გავაკეთე აი იყოს მერიან კოტლეტს არამეს გავაკეთებ და გამომადგება რა ვუყოთ. ჩავყაროთ ნაგავი. ასე ესეც ასე. ნაგავი მაქვს გლეჯვაზე კი არა, ღლეზვაზე ეს უნდა შევინახო. პურის ხარჩომი და მე გავაკეთო. მამაჩემს უყვარს. და ჩემს მეუღლესაც ფოტოშურს. აი, გავათბოთ ხო ჩვენ კარტოფილი, იმიტომ რომ მამას ავაწოდოთ. ას სხვა რა შვებით გოგოებო. ხო ხარ კარგად. სტაბილურად გამოიყურებით. ჭურჭლის ამოლაგების დროც დადგა ამასობაში. არ ვიცი. შარვალს და საყარეო. ვაიმე, 7 ბუზი ერთად დაფრინებ ჩემს სახლში. სად მოგობრდნენ? ასე. ამას ცოტა ამოვალაგებ. ასე, დავაწყვილებ. და მე უცებ იმას ვიზავ რა ქვია დავწმე და შებალაგებ თავის ადგილას გამოვიყენე და ამიტომ მოხსნილი ეწყო ამ შემოყრა სახეში ამან პატრიჩა აი მე როგორ მეზარება ეხლა ამითი კლაპუნა მე გაიცოდეს ეხლა როგორ მეზარება რატო გადავწყვიტე რომ დღეს გამეკეთებინა მაგრამ ანუ გაფუჭდა უკვე და სანამ თუ გაფუჭდება კაცო მენანება რომელი ხა 5 თეთრი ეს არის აბა რისთვის იყიდე გვანს მედია მალე შევწავ უჭელი კინილობინა ვერას იყო და სარეცხი დავეცხი ჩემთვის მინდა კოტლეტის შეწვა საქონლის ხოდა ახლა ცოტა იმას შვები და გრილში მჭათან ერთად გამოვიცხობ ეხლა მოუზევ იმიტომ რომ მე მომშივდე და
ადამიანი ვარ. დილით ვითომ მივირთვი, მაგრამ რაღაცა არ მეყოლი, ცილა. აი, ეხლა მე მინდა რამე დიდი მინდა, რომ ზედავალაგო ეს რა ქვია. მაგრამ ბევრიც არ არის, მე მგონი ამაზე კი დაეწერა. ბატონო. სამაძურია ხნელე. საუკეთესო მეგობარი მოვაწყვეტა. აჰა, საუკეთესო მეგობარი. ათუქე. ხო, დედიკო. ვიჭორავეთ, ვიჭუჭუკეთ ცოტა, იქით ვიყავი გადასული ჩემი წაშულთან. აგერ ორ ნაბიჯზე ცხოვრობ, ხალხო მართლა ერთი ორი ნაბიჯი ჩემი სახლიდან და აი ნანაიმაზე ვლაპარაკობ ხოლმე იმდენთ ახლო, ანუ არის შემთხვევა, რომ ვერ ვნახულობ რამდენიმე დღე კი არა კვირა. ეხლა წინაზე გაციების გამო ვერ ნახეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ ზოგადად ვიძახი რა. რა ვიცი რომ მუშაობ ადამიანი, მე რაღაცების ვეღარ ახერხებ, ასე ვთქვათ, გინდა, როგორ არ გინდა, მაგრამ ხა არ გიხერხდება და დავაკეთე. ეს რანაირად გასესუბედური შტატი. ორე. ეხლა იცულებული ვარ ჩემი ქვის გამო, ხო? ზოგი ცოტა ძალიან დავხრუკო. რომ სირბილე რო იქნება, იმას არ მიირთმევს მერე. ეხლა მე მაგის ნერვები თქვენი აზრით. მაგრამ რა ვქნათ? ისე ბადრიჟის კალორია უნდა ვნახოთ, კაი გამახსენდა. გრილში ხო ჩაბა ცუქცუქი ცოტა თქო ფიქრობ. მისარე. ამბობენ, ბაქანი რო დაიწყო, აი მაგ ტერიტორიაზე მთლიანად აქეთით მაგ ტერიტორიებზე ერთი სიტყვით უნდა წამოჭიმონ უმაღლესი დონის კორპუსები. რავი უმაღლეს დონეს რას ეძახიანებენ გეხოწებით, აი მაშინ რა ქვია, ოთახიდან ოთახში სხვა სახლებზეა საუბარი, ხმები ისმის რა საუბრობენ ადამიანები, რავი მაგას თუ მაღალ დონეს ეძახიან, მე არ ვიცი. არა და გლეჯოფასებია შეგეცვალე კორპუსებს, მაგრამ ხა, რავი. ხო და უნდა გააკეთო ნომერი კალაძეს უცხობს, არაო ტყუილიაო და რა ის ტყუილი, ყველა ვნახავთ რა შენდება მან. მაგრამ მან თუ არა აქეთაც აპირებენ გაკეთებას, აი ვინციცით აქეთ უნდა დაიდა რომ მიდიხარ ქვედა მხრიდან, არის რაღაცა მოკლე გადასასვლელივით ვაგზალზე რა. აი ეგრე ბაქანზე რო შედიხარ მან და აი მაგ ტერიტორიებზე აკეთებენ სავარაუდოდ მთლიანადო. მან სავარაუდოდ ძალიან კაი რამე გაკეთდება. კაი რა ბევრი კორპუსი ჩაიქმნება მოკლედ. ძალიან ბევრი ეს მთელი ერთი წუთიდე და მოვალ ერთი წამიდედიკო მან აპირებენო ესე ამბობენ და მე მოკლე გზა უნდა ერთი წუთიდედიკო გაკეთდესო აქედან ესე იგი გადასასვლელი ვაგზალზე ნაზავადებიდან ჩვენიდან მოკლე გზა და თუ მოკლე გზა გაკეთება ძალიან კაი იქნება სხვათა შორის ბევრად მოკლე კუცებით ყველა ვარიანტში კაი ძვირი ეღირება მას ბინები იმიტომ რომ ანუ არის რა ისეთი ადგილი რომ ლეჯოზე გაიყიდება დაწუნებული ვარ. გითხრათ რომ ეგ ადგილი ძალიან მომწონს არა, მაგრამ გაიყიდება, იმიტომ რომ აი იყო კაცი. ისეთ ადგილებში იყიდება გეხოცებით, რომ მაჩუფუ არ მინდა და ეგ მით უმეტეს არ არის ცუდი ადგილი, არ იქნება რომ გაკეთდება. ეს მოკლე გზა გაკეთდება უკეთეს. რაც მოკლე იქნება მით. მაინტერესებს მან რა გაკეთდება და ბაქანი თუ როგორც არის იმ სტატუსით დარჩება ძალიან კაი კაცო მშვენიერი იყო რა უნდა და ასეთში ცოდნენ. ეხლა ეგრე შემთხვევით მაგრამ მწვარი არ არის და უი შემთხვევით წაეკიდა რამეს არ არის რავი რა აი ვერ დავიჯერებ რომ შემთხვევით დაიცვა. მე ვერ ვიჯერებ ყოველ შემთხვევაში და სხვისი არ ვიცი. შემთხვევით დაიცვა არა ისე.
ვიღაცას უნდა ეგ ადგილი და მორჩა. ვიღაცას სხვა გეგმები. რა არის დედიკო? მე წე. მალე დედიკო გეხოცები გაიწე შეხეთები არ მოგიქცეს, არ გამოგვიყო, მოგიქცეს. დაკვირვებული ვარ პირდაპირ ჩემი მიცავდი ტერმინოლოგიით ამ ბოლო დროს. კი რა არის დილით ადგომას რომ მიეჩვევი. მილიარდჯერ რო გამოგეღვიძება ადამიანს შეგრძნება გაქვს სასაღები გაგვიანდება რა. კვირას დიეტას ვარღვევ, ვაიმე ერთი დავრეკო ხვალ ჩემი მეგობრები თუ მოდიან. ვიცი მეგობრა. ეხლა გუშინ გოგონას პოსტი რომელიც დავდე და ბახში რო ზემი აქვს და ხოლმე ხარ კიდეც ვიდეოში. როდის მომწერა გუშინ ღამე თუ არ ვწდებით ხო თუ დღეში აღარ ვახსოვს როდის ნახმამი ამერია ყოველთვის ერთმანეთში. მომწერა რომ მე 24 კილარი შეგროვდა მხოლოდ ანუ იმ მომენტისთვის. ცოტა ისე ნაღვლიანმა და მე მესმის კაცო ადამიანურად, მაგრამ ანუ რა გავაკეთო ხო აი რა გავაკეთო აი მითხარით უბრალოდ აი ჩემს აუდიტორიას მივმართეთ ხოვნით და ეგ არის ანუ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და აი ვერაფერს თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო არც მეგონა რომ 24 ლარიც კი შეუგროვდებოდა ხალხ უჭირს რა ყოველს თავი უჭირს დამიჯერეთ ყველას უჭირს საკუთარი ოჯახი საკუთარი თავი ყველა იმას ზრუნავს რომ შეერი არ დაჩეს ოჯახი რანაირად მოუწოდო ეხლა მე კიდე ხოწები ყველანაირად შევეცადე რომ ადამიანებამდე მიმეტანა ამ გოგოს ის მომენტი რაც აქვს მოკლედ რა და რისი პრობლემაც აქვს რა გავაკეთე ხო მე მეტი არქივი არ შემიძლია ნამდვილად და შემეძლო ვიყო დავდე პოსტი და თავადაც კი მესმის ძალიან ცოტა 4 ლარი ჩავურიცხე მაგრამ რაც შემეძლო ჩავეცხე მეტი არცერი არ შემიძლია და მე მესმის რომ ხელით მომწერა რომ მეტი არ შეგროვდაო მაგრამ ნუ რა გავაკეთო ძალიან განვიცდი მართლა ეხლა მე თქვენი ძალიან ხშირად ვდებ დოდონას ბლოგზე ნუ თვეში ორჯერ მაინც ვდებ ძალიან ხშირად ავდებ მაქსიმუმ ორჯერ ერთხელ უნდა დავდო და რა ვიცი საკმაოდ კარგად შეუგროვდა ამას წინ დავდე პოსტი საოპერაციო თო სჭირდებოდა და აი კარგად იმაზე მეტად ბევრი შევიდა ვიდრე წარმომედგინა რომ ჩაურიცხავდა ხალხი არის ხოლმე მომენტი რომ ბევრი შემაპოსტი ვერ ნახოს არის მომენტი რომ ნუ არ აქვს ადამიანს იმ მომენტში და ასე შემდეგ ხა ის 24 ლარი მეტი მაქვს რომ ზემზე დასადებად მაინც ეყოფა რა ვქნაი რა გავაკეთე რა ვიცი ეგ არის სურათს არის და ძალიან განვიცდი ხოლმე მე იცით ეგეთ რაღაცებს რომ ასე უსურობის განცდა მაქვს მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად სამდემადლიერი ვარ იმ ადამიანების ვის ჩაურიცხეს და მოიკლეს თუნდაც 1 ლარი თუნდაც 2 ლარი და ასე შემდეგ სამი შვილი ყავს, ერთი ყავს სკოლაში თუ ხო სკოლაში, ერთი ყავს ბაღში და ერთი ყველაზე პატარა ყავს კიდევ. არის 20 დაუცველი, მეკითხებიან რომ საცხოვრობს ნამდვილად არ ვიცი და გადავამისამართე, მოკლედ ეს გოგონა რომ სადაც კომენტარებში ამ კითხოს ნახავთ, მე გითხოთ რომ მიწეროთ. ალბათ ზოგს ასეთმალის გაგზავნა უნდა და ასე შემდეგ და არ ვიცი მე გაუგზავნიან, რაც სჭირდება ამ გოგონას ზეიმისათვის. ზოგს არ აქვს კაცო თანხა და ზოგს აქვს მაგალითად 60 რაც შეუძლიათ რომ უანგაროდ გაუგზავნონ და ეს იმხელა რაღაცას ნიშნავს ხალხო რა როგორ თხოვო ხა მართლა ყოველ დღე პოსტებს ვერ დავდებ ეგ არის გამორიცხული ხა ჩემი დოდონას ბლოგი არც სარეკლამო არ არის არც საქველმოქმედო არ არის და შესაბამისად ძალიან ხშირად ნამდვილად ვერ დავდებ მე რაღაცა მომენტი აქვს ხოლმე აუდიტორიებს ხიზიანდებიან ხშირი პოსტებით ასეთი ხშირი პოსტებით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მუდმივად ვერავის ვერ ეხმარებიან და მე რაღაცნაირად სიახლოვე მოხერხული მდგომარეობა. როგორც ახლა მე გამოხერხული მდგომარეობაში ვარ, რომ ვიცი რომ უფრო მეტი სჭირდება, მაგრამ ნუ ეგ არის რაც არის.
იმედი მაქვს რომ იქამდე კიდე ჩაერიცხება რამე დღეს საღამომდე უფრო მეტი ჩაერიცხება, მაგრამ რა ვიცი ბოდიშიც მოვუხადე და უთხარი კიდეც რომ სამწუხაროდ ეგ არის რაღაცა და მინეტი არაფერი არ შემიძლია და ვერც იმაზე მეც ვერ მოვუწოდებ რომ ჩემს აუდიტორიას რაც მოვუწოდე ხა მე კი რაღა უნდა უთხრა ხო აუდიტორიას ხა მიმართეთ ხოვნით რა ვიცი მეტი რა გავაკეთო ყოველ წუთას ვიდეოს ვერ ჩავწერობ ხო ჩარიცხებ ხო ყოჩაღდე და დადებული მქონდა დაახლოებით 9 საათის უკვე სხვა მომწერა პოსტი რო ნახეთ უკვე ალბათ ფიქრობენ რომ ეს ჯგუფი ამას ემსახურება და მთორე ვერ დავდებ ხო ფიზიკურად ვერ დავდებ ახლა დავდე კიდე სხვას ვერ დავდებ ვერანაირად არც აზრი არ აქვს და ვერც დავდებ თორემ მთელი გულით განვიცდი რომ სჭირდებათ არა მითხარით არის ხოლმე შემთხვევა რომ ლანძღავენ კიდეც ამ შემთხვევაში ზე არ მოგსაუბარი არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები რავი ხანისია ხანას ლანძღავენ ადამიანები ვის პოსტსაც და არ შეუვიდეთ გარკვეული თანხა ამ ხალხს გულის ეგეთებიც ყოფილა სამწუხაროდ ესე არის ვიზავ მე მესმის რომ ისეთ ადამიანებს შეიძლება ჩაურიცხონ საერთოდ რო აი რავი არ მინდა ახლა თქვა რაღაცა რო დგანა და გაურკვევლად სხვა სიმღერებს ასრულებენ ან თავადაც მღერიან ან არ მღერიან მაგრამ რაღაცა გაურკვეველ რაღაცების ითხოვენ თანხებს რომლებიც ტიტოში ეგრეთ წოდებული ხადაობით წერენ ვიდეოებს მაგრამ ნუ მაგას უყურებს კონტენტი და რა გავაკეთე ნუ ეგ არის სამწუხაროდ აუდიტორია იმათ უფრო უყურებს ვიდრე იმას რომ შენ რაღაცა ის გჭირდება და ბავშვი ზეიმზე და ნახეთ მე რა ხდება გეტყვით მე თქვენ რა ყოფილა შემთხვევა რომ მე პირადშიც მოუწერიათ რომ აი დოდონა კი ჩავრიცხე მაგრამ ნახე ესე მოუწერიათ რაღაცა 4 შვილიაზე დამიდია ესე რა რომ გაურკვეველი ადამიანები რომლებიც სულ ამ რეჟიმში ცხოვრობენ კიდე რო აჩენენ და მე აგრესია ემართებათ ხოლმე და აღარ იცხავენ რა აქვთ ეს მომენტი აქვს ხო და არ გამოურიცხავ რომ აქაც რაღაც მომენტი ქონდა გარკვეულ ადამიანების ჯგუფს არ გამოურიცხავ ნამდვილად იმიტომ რომ მე ვიცი არაერთხელ დამიდია და ყოფილა მსგავსი ტექსტები თქო და ბრალეულობა არ არის პატარა მრა დააშავა მაგრამ ნუ ადამიანები მაინც გიზიანდებიან და აი მე მეთქი რა მაწუხებდა თურმე შხრია არის აი დავიჭერათ ხახვი დავძენზოთ თუ ავძენზოთ როგორც ქნებავთ ისე მოვიხსენიოთ ჩვენი ეს ბადრიჯანი ეგ არ არის აბა რა არის და ხახვი შვილი რა ხახვი გენაცვალა დედა კაი ცხელი კი არის ესე რომ თქვათ დაილოცოს ხელთათმანი და მაინც ის არის შეწელა მოვიდგინეთ რა ქვია მაგრამ ბადრიჯანი მიყვარს ყველაფერში ყველანაირად ანუ ძალიან მიყვარს აი ხო არის რომ რაღაც ყაბახს შევურევდი ხოლმე ერთი პერიოდი მქონდა ეგეთი ამბავიც რომ აი ამას რო ვაკეთებდი ყაბახსაც შევურევდი ხოლმე ეს სასარგებლოა თუ მე ხალხო აი ეგრევე ვხვდებოდი პირში რომ ყაბახი იყო ეგრევე და ისი არ მომწონდა რომ არა რა მივხვდი რომ მეთქი ყაბაყი ჩემი არ არის ეხო არის რაღაცა შენია ყაბაყი ჩემი მეთქი არ არის ნამდვილად და რაღაც ვერ არა აი მაიონეზში რო ჩადებენ ამ ყაბახს და ვერაფრით ხალხო მე რატო ვერ არ ვიცი მაგრამ ვერა და მე მაიონეზში ხო არ გავაკეთო ეს კი მაგ მაიონეზზე ხარ გამიკეთე
თუ მეზარება. მაგრამ რა გეზარება შვილობ უფრო მარტივია, ვიდრე ხა იმების. კაი არა, იმაში გავაკეთებ. ხავში და იმაში და რაღაცებში წვამებში. და ნიორში და ის მაიონეზი არ მინდა იყოს მაიონეზი. სხვა დროს. თან კარგად. აი, ეხა მე მინდა გოგოებო დაფა, საჭველი დაფა. ხახვი. დანა. ზარი დედა პომიდორი, მაგრამ რა ხმაჯები მაგული მიღონდება. ძალიან ბევრი ხახვი არ მინდა, იმიტომ თვითონ ბადრიჯანია ცოტა და არ მინდა ბევრი ხახვი. ხახვი არ არის, ეს არის ხახვი. ეს მეყოფა. გამოდის რომ ზაფხულში ასეთი ზედით მე ვერ გავალ ვერანაირად, თუ კიდე კარგად არ მე თქვენ არ ვიცი, გითხარით თუ არ ვაკუუმის ვარჯიშებს ვაკეთებ და არა მხოლოდ ვაკუუმის ესეც დავიწყე ხელების და არც არის გასაკვირი რომ 21 კილოს მერე ცოტა რაღაცა კანიზე ვერ იყოს. ხო და ამიტომაც გოგოებო აუცილებლად ზაფხულს ვამდე რაღა დარჩა, მაგრამ ანუ ხო ხდებით უნდა იმას ავქნა, რა ქვია. გრძლად ვჭრი გოგოებო, თქვენ შეგიძლიათ რავი ნებისმიერ მის იმას ქნათ. ისაც როგორ უყვარს. სამ მიყვარს ქერქი რომ რადგან ჩემს ოჯახში არ აქვს გართულება ამასთან დაკავშირებით, მეც თამამად და ზოგადად ჩვენს ოჯახში ხახვი უყვართ და ვაიმე თვალები აქვს. აი, მე დედა თვალები. დედა თვალები. თვალები და თვალები. პირში რა სიდებ? მე დედამ რა გითხრა, შენ ვერ გავიგე ხმა. გითხარი ერთი. წვანე ხალხი მაქრისა. რატომ რას ნიშნავს? ალაგ-ალაგ ცოტა ისაა შელახული, მაგრამ გამოვარჩევ ახლა. კი ბატონო, დედი კოლი. თეთრი. არანაირი შუტად ეკახო. კი ბატონო, დედი. ეს მე. შენ ხო არ მოგშივდა? სახლში ხო გასხა და მიფუჭდება და იქ ჩემ ბიძას თორზე მოითხოვა და დალია ერთი ჭი. გიგიჟება შეიძლება ამ ბავშვს გიფიცებით. გიგიჟება. რაღაცა ბაგებში არისო, ვიღაც ბავშვზე მითხრეს. აღზრდელად. კარგად იცისო ოჯახიო და რაღაცა არ გინდაო. ამირეკა ახლობელმა. ხარი არა თქო. ვისე გეტყვით რატო არა ერთი წუთი არ დამეწოს ეს. Sorry. აუ რა მომენტია გოგოებო, იცი, განა ვერიბას ვიზის ბავშვებთან მუშაობ და არა მაგ არანაირი პრობლემა. მარა არა ვერ. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემი სამსახური რასაც ვაკეთებ ზეიმების კუთხით ძალიან მომწონს და ჩემია, ჩემი საქმეა მოკლედ. და უკვე წლები ამას ვემსახურები და რაღაცა სახლში მაქვს ასე თქვა გამჭდარი. ხო და მე მეორეც ანუ არ შემიძლია სახლში ჩავიკეტე და 1000 ხო გარეთ გავედი გავასეირნი, არ შემიძლია, ანუ არა ვერანაირად და მე მიჩემია რომ ისევია რომ ვიდრე
თქვა სუსახში იყო. სუსახში არა ხარ ისედაც კაცო რაღაც შეიძლება ბავშვი და მთელი ამბები რაიმე ზატო გამოვაღე. მაგრამ მაინც გამოდის გოგოებო, რომ დიდი ალბათობით შემთხვევაში მაინც სახში გიწევს ყოფნა აწვიმა, რაღაც მაინც ძირითადი ნაწილი ხა გარეთ ხო ვერ ახარ არა. ძირითადი ნაწილი მაინც გამოდის, რომ ხარ სახში და მე იქაც სახში არ ვარ კაცო შენობაში, მაგრამ არა. მაინც მიჩემია, რომ იყო სადაც ვარ მოკლეს და არ გამოვიკეტო, არ შემიძლია გამოკეტვები და გამოვინიშება, გამგიშდე, იმიტომ რომ თვითონ ასე ვთქვათ, ის წესრიგი და ის რეჟიმი ისეთია, რომ ვერანაირად ეხა ჩვენ ხო ვერ ვიქნებით იქ ისე, რომ შენ როცა გინდა მაგალითად გეუბნებით ეხა მე რომ აწყობთ 3 საათზე ვასრულებ სამუშაო დღეს, გენაცვალე ეგრე ვერ ხო, დაღერგილი პიტაკა. ვერ იზავ ეგრე, იმიტომ რომ ვისაც ყოფს ახლა შენ 3 საათამდე, იშვიათად ვინმე ოჯახს ერთი დაწყობდეს 3 საათამდე რეჟიმი, რავი, არიან ეგრე ნეტო, ალბათ იშვიათად. არა, ხოდა მეთქი. ამოდიო გოგო, იმდენ სიხიარასაც შენ მათ იღებო და მეთქი. არა, არის რაღაცები ხანდახან რაც ფულზე მეტად ფასობს ჩემთვის ამ შემთხვევაში და ანუ ჩემი დრო ის რომ 3-ზე ვასრულებ. ამიტომაც უარი განვაცხადე. ეხლა მე ხო ნამდვილად არ მეგრს მარიკოს დატოვება და ისა მიორიც გავუკეთეთ ამას ყოფაში გოგო და სუნი აქვს აი ფანტასტიკური არა ჩვეულებრივი სულს. აქ რა მაქვს? დედიკო, შენ ხარ მაგარი გოგო, გითხარი უკვე რომ ხარ მაგარი გოგო? გაუშვიდები დავკეტოს უყურელა. ხო. всё, ეს დასრულდა. ხო, დედიკო, გიყურებ. და გამოიყურება უგებრიელესად. მე ყველაზე მეტად ბულგარულში მიყვარს და ბულგარული ყველაზე მეტად უხდება მე მგონი, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ მქონდა და ამიტომ მეტროსთან და აქ და იქ ვერ ვირბენთ გვეზარება. ამიტომ მაგის გარეშე მოვამზადე სუნელებში, ხალხში, ნიუ-იორკში და ეგეთ რაღაცებში მოკლედ. გემრიელად მიირთვით ჩემო ბიჭებო, ოჯახის კაცებო.